ეხლა მოგიყვებით რატო არის ესე ხშირი ხერხემლის პრობლემები, ხო? და რაზეც უერთავად ოპერაციებს თავაზობენ, როგორც კი მოხვდებიან კლინიკაში, ეს არის დისკოზები, დისკოპათიები, ეს არის თიაქრები, რაც ყველაზე პოპულარულია, ხო? ხერხემლის თიაქარი, აგერ არის განახებთ, აი ესე წარმოიდგინეთ, რომ აგერ სურათში ნახავთ, ხო, ყველაფერს დაწვრილებით ამ სურათში და აქედან ახლა გადმოვიტანე ნახატის სახით, რომ მიხვდეთ. ანუ ხერხემლის თიაქარი წარმოიქმნება მალთაშუა დისკიდან. დისკი, რომელიც უნდა იყოს ნორმაში, აი ამ საშლელივით, აი ესეთი ელასტიური. ხედავთ როგორია საშლელი, გადაწევ, გადმოწევ პრობლემა არ აქვს, ხო, ესეთი ელასტიურია, დააწვევი რბილია, მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც იყენებთ შაქრებს, იღებთ, ხო, პირდაპირ არაპირდაპირ შაქრებს, შაქარი უერთდება კოლაგენს, კოლაგენი ცილაა და წარმოქმნის გლიკაციის საბოლოო მოლეკულას. აი ალბათ ეს პოპულარულია ყველა მიცით, რომ შაქარი როცა ხდება ორგანიზმში, რატოა სახიფათო, რომ უერთდება ცილებს და ცილები თავის ფუნქციას კარგავენ. ისევე როგორც ამ შემთხვევაში დისკში შემავალი კოლაგენი. კოლაგენი ჩვენი ცილების 30%-ზე მეტს შეადგენს და მათ შორის თქვა დისკებში, სადაც ესეთი ელასტიურობა გვჭირდება, იქ დიდი რაოდენობით კოლაგენია, ცილა ეს მთლიანად თითქმის. და წარმოიდგინეთ, რომ შაქრები, რომელსაც იღებთ, უერთდება ამ კოლაგენს და მას ელასტიურობას აკარგინებს, ხდება მყიფე, ხდება პლასმასივით, ეს გარსი, ხო, დისკის გარედან რაც არის, ხედავთ, ეს მთლიანად ხდება მყიფე. და შიდა ნაწილი პირიქით კარგავს თავის ელასტიურობას და იქცევა პირიქით ფაფისებური ესეთი პლასტელინივით მასად იქცევა, ანუ გარეთა ზედაპირი არის მყიფე, პლასმასივით ხდება, შიდა ზედაპირი პირიქით და რაღაც მომენტში, თქვა, სიმძიმის აწევის დროს, მკვეთრი მოძრაობის დროს, აი ეს პლასმასისებური გარსი გასკდება და შიგთავსი გამოიღრება გარეთ და წარმოქმნის აი ესეთ თიაქარს, რომელიც შესაბამისად აწვება აქ ნერვული წნულები გვაქვს, ხო, გამოდის ზურგის ტვინი აი ხვრელში გადის, წარმოიდგინეთ, რომ ესეთი, ხო, ზურგის ტვინი ასე გვაქვს, ასე ჩამოდის ქვემო და აქედან გამოდის ესეთი ნერვული დაბოლოებები და ეს აწვება ამ ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს ტკივილს. და ზუსტად ეს არის საინტერესო, რომ რას ვაკეთებ, როგორ შეგვიძლია, რომ ოპერაციის გარეშე გადავარჩინოთ ადამიანი და რატო ოპერაციის გარეშე. წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ეს თიაქარი გამოიღრება გარეთ, დისკის ზომა მცირდება, უფრო დადაბლდება, ხო, მასა მოაკლდა და დისკი უკვე გახდა აი აგერ ჩამოვიდა აქამდე. და ისედაც როდესაც პრობლემაა და ხდება მალთაშუა სივრცეების შემცირება და ზეწოლა ნერვებზე, ეს დისკის დადაბლება თავის მხრივ ზედამალის ქვედამალთან მიახლოებას იწვევს და კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას, ანუ ამ ნერვულ წნულებს მალებს შორის, აი მორჩებს შორის ხდება მათი მოყოლა. და იმის მაგერად, რომ ჩვენ ეს დისკი ზომაში გავზარდოთ და ეს უკან გავქაჩოთ, ეს თიაქარში გამოსული მასა, რომ დისკი ისევ გაიზარდოს, ოპერაციის დროს ხდება ის, რომ აი ამ ასე განახებთ, აი ამ თიაქარს ასე წააჭრიან, აი ამ ადგილას ასე წააჭრიან ამ თიაქარს, ესე იგი მოაცილებენ და მოხდა რა, რომ იმის მაგერად, რომ დისკი რამდენად ზომაში გავგაზარდა, ეს თიაქარი მოვაცილეთ, ის მასა მოაკლდა და დისკი დარჩა დაბალი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მიზეზი როცა რჩება, როდესაც კვება არის არასწორი, ეს დისკები თავის ელასტიურობას, ასევე საშლელივით რბილი აღარ ხდება, არ ბრუნდება, არამედ პირიქით, ხო, ეს სიმყიფე იმატებს, არ რჩება ისეთივე და ხდება რეციდივი, ხო, ამ დისკში თუ არა თუ აი აგერ წარმოიქმნება ახალი თიაქარი გამოხდება, ან კიდევ ზედა არეში და ასე შემდეგ. ანუ პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როცა აღმოვაჩინოთ, რომ ორმოში ხარო, თხრა უნდა შეწყვიტო. ანუ პირველი რაც უნდა ქნათ, კვება უნდა შეცვალოთ, რომ შაქრები ორგანიზმში აღარ მოხდეს, არ მოხდეს კოლაგენის გადაგვარება, მისი სიმყიფის გამოწვევა, პირიქით ამ კოლაგენს და ამ დისკებს უნდა დაუბრუნოთ თავის ელასტიურობა. თუ ელასტიურობას დაუბრუნებთ უკან და დავიწყებთ ამისკენ მუშაობას, ეს თიაქარი ნელ-ნელა მოიქაჩება, თვითონ დისკი მოკაჭავს და ეს თიაქარი უკან ბრუნდება, ისევ შედის ამ დისკის შემადგენლობაში, დისკი იზრდება ზომაში და როგორც წესი, ხო, ჩვენი კვებისა და არამედიკამენტოზური მკურნალობის მეშვეობით, როგორც წესი ეს დისკები იბრუნებს თავის ფუნქციას, იბრუნებს თავის ელასტიურობას, ხდება ამ საშლელივით ესეთი მოქნილი, რბილი იმ სიმყიფეს კარგავს და როგორც წესი ადამიანი აღარ საჭიროებს შემდეგ ჩარევას. ქირურგიული ჩარევა რატო არის არასწორი ჩემი გაგებით, იმიტომ რომ პირველი რომ მოცილებული დისკის ნაწილი ამ დისკის ზომაში შემცირებას იწვევს, მეორე მომენტი ის რომ
ოპერაცია არის შედეგის მოცილება და არა მიზეზი. მიზეზი დარჩება ორგანიზმში, დისკების მყიფე იქნება და გექნება სუერთავად რეციდივები, გარდა იმისა, რომ დადაბლებული დისკის გამო აქ სუერთავად რჩება ქრონიკული ტკივილი და 50%-ზე მეტი პაციენტი ოპერაციის შემდგომ პერიოდში აღნიშნავს, რომ ეს ტკივილი ისევ დარჩა, ისევ პრობლემები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროგრამა აქვს თვითონ CSL-ს, უნიკალური პროდუქტები აქვს და ამ შემთხვევაში ორი უნიკალური პროდუქტი, ეს არის რენოვატორი და ეს არის კოლაგენი და რატოა მნიშვნელოვანი აქვე გეტყვით, რომ აი შაქრები რატოა პრობლემა. გარდა იმისა, რომ კოლაგენს უერთდება და ამ სიმყიფეს იწვევს ამავე დროს კოლაგენი, რომ თავის ფუნქციას შეასრულოს და კოლაგენი რომ ჩალაგდეს და ეს ელასტიურობა დაუბრუნოს, მისთვის აუცილებელი კომპონენტები, პრეკურსორები ქვია, ანუ დამატებითი ნივთიერებებია, რომელიც კოლაგენს ამ ფუნქციის შესრულებაში ეხმარება და განსაკუთრებით ერთ-ერთი მთავარი პრეკურსორი D-ვიტამინთან ერთად არის C ვიტამინი. ეხლა რა ხდება, როცა შაქრებს მიირთმევ და მიიღებთ? შაქრის და C ვიტამინის ფორმულა ერთმანეთს ძალიან გავს. და როცა ორივე ერთად ხვდება ორგანიზმში, ორგანიზმი დიფერენციაციას, განსხვავებას ვერ ატყობს და პრიორიტეტს ანიჭებს შაქარს. და მას იყენებს და C ვიტამინი იკარგება და C ვიტამინის გარეშე კოლაგენი არ ფუნქციონირებს ორგანიზმში. და ეს პრეკურსორიც იკარგება. აი ზუსტად CSL-ის კოლაგენში ესაა საინტერესო, რომ ის კოლაგენი პრეკურსორებთან ერთად არის და ძალიან მაგრამ მუშაობს. ისევე როგორც დაუშვათ რენოვატორი, რომელშიც არის პრეკურსორი D ვიტამინი, C ვიტამინი ასევე შედის. ამ პროგრამით და პლუს კვების ცვლილებით, როგორც წესი, ხო, 95%-ში ეს პრობლემა ოპერაციის გარეშე ალაგდება გადარჩებით ოპერაციას ერთი და გადარჩებით რეციდივებს, რომელიც ასევე განმეორებით ოპერაციებისგან აგაცილებთ. მე გეტყვით, რომ მე როცა მქონდა ეს პრობლემა, არანაირი ოპერაცია მე არ გამიკეთებე და არც არასდროს არ გავეკეთებ, თუ ჩემ ძველ ვიდეოს ნახავდი, დასკვნა მაქვს ისეთი, რომ მითხრეს, რომ ეს დასკვნა დამიწერეს MRT-ს მერე, მითხრეს, რომ შენი ფეხითო სახში ვერ დაბრუნდები, ამ დროს მანქანით მივედი, მანქანით წამოვედი და არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია. ყველაზე მთავარი, მე დამჭირდა 4 თვე იმის უყვება შემეცვალა და რენოვატორის დიდი დოზები მიმიღო და საერთოდ ამილაგდა. იმის მერე გასული არის თითქმის 15 წელი და არანაირი რეციდივი არ მაქვს, არც არაფერი ოპერაცია არ დამჭირვებია და არც რეციდივი არ მაქვს. და ბოლო პერიოდში ახლა ჩემ პაციენტებში ძალიან ხშირია. აი მქონდა 13 სანტიმეტრიანი თიაქარი, ეს ზომაში 13 სანტიმეტრი იყო, 11 სანტიმეტრიანი იყო, 8 სანტიმეტრიანი, რომელიც ჯამში 11-იანი ბოლოს 2 მილიმეტრზე შემცირდა, ანუ უკან შეიწოვა დისკმა, ელასტიურობა აღიდგინა და ამ პაციენტს არ დაჭირდა ოპერაცია, მშვენივრად კარგად გრძნობს თავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მინდოდა უბრალოდ მე თქვა, თუ რას აკეთებს შაქარი, არ გეგმონოთ, რომ შაქარი მარტო სიზარღვებს, ხედველობას, თირკმელს აზიანებს ბევრ სხვა რამესაც და განსაკუთრებით ცილას უერთდება ორგანიზმში და გარდა კოლაგენისა, გარდა ვთქვათ დისკებისა, სადაც კი ცილა არის, ყველგან ის გამოყავს მწყობრიდან. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ის კვება, რომელსაც მე გთავაზობთ, თუ გაქვთ ესეთი პრობლემა, მობრძანდით კონსულტაციაზე და დაინახოთ, ძალიან მალე მიიღებთ შედეგს ელემენტარული კვების შეცვლით და კვება არ არის ესეთი რთული, არანაირი ესეთი განსაკუთრებული დიეტა არ ჭირდება, პირიქით შეგიძლიათ წვადით ჭამოთ და კიდევ ბევრი სხვა რამე, უბრალოდ შაქრებს მოგაცილებთ რაღაც პერიოდი და ნახავთ რამდენად კარგ შედეგს მიიღებთ. აი ეს შევეცადე, რაც შეიძლება მოკლედ ამეხსნა ეს, რა თქმა უნდა, ეს თემა რომ ამას დაჭირდება ალბათ საათები რომ დაწვრილებით აგიხსნათ, მაგრამ იმედია რომ მიხვდით რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა და შემომეთავაზებინა. მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას.